ჩვენ ვაგრძელებთ პოდკასტების ციკლს ეკონომიკა მოკლედ და ამ მეოთხე ეპიზოდში ჩვენ ვილაპარაკებთ ეკონომიკურ ზრდაზე. რას ნიშნავს ეკონომიკის ზრდა, როგორ იზრდება ეკონომიკა, სად იზრდება, ვისთვის იზრდება და რატომ გრძნობთ შინ შემთხვევაში ან ვერ გრძნობთ. იქნებ გრძნობთ. მამუკა, ძალიან მოკლედ რომ ავხსნათ, რა არის ეკონომიკური ზრდა? ადამიანები ასე ვთქვათ, ხედავენ ხშირად რაღაცა ციფრს, რომელსაც ვთქვათ, სტატისტიკა აქვეყნებს, მე ვთქვათ, ტელევიზიიდან ესმის, მასმედიიდან ესმით. მაგალითად, ვთქვათ, ციფრი, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ მშპ-ს ზრდა, ხო? და ვიცით, რომ კლიანი შიდა პროდუქტი. გაიზარდა 7.9%. შარშან გაიზარდა 7.9%. ბევრი ადამიანისთვის რა არის? ეს ეკონომიკური ზრდა, ჩემზე პირადად როგორ აისახა, ჩემი ხელფასი თითქოს უნდა გაზრდილიყო 7.9%-ით, ხო? რა არის და რატომ არ მოდის ის პირდაპირ ჩემთან? როგორ შეიძლება დავინახო? რა არის მისი არსი ზოგადად და სულ ასე იყო თუ არა? ანუ ერთი უცნაური ციფრით დავიწყებ იმითი, რომ 100,000 წლის განმავლობაში დაახლოებით 1700-იანი წლების ბოლომდე პრინციპში კაცობრიობის ისტორიაში არაფერი არ ხდებოდა ეკონომიკურად განსაკუთრებული. ანუ რეალურად მოსახლეობა და წარმოება დაახლოებით თანაბარი იყო. ანუ მომების და საკვების ზრდის ტემპი დაახლოებით თანაბარია. მოიცა რას ნიშნავს აი მოსახლეობა და წარმოება თანაბარია? შეიძლება რომ ეკონომიკური ინსტრუმენტები სადაც მე-18 საუკუნის ბოლომდე არ მუშაობდა. არ მუშაობდა. ანუ რეალურად რა გამოდიოდა, აი თუ ჩვენ შევხედავთ თქვათ ამ ვიზუალს, ერთ-ერთ ვიზუალს და აქ ჩანს რომ თქვათ ეს ზრდა იყო რაღაცა პატარა ტალღების მაგვარი. რა ხდებოდა, როდესაც ოდნავ გააუმჯობესებდა კაცობრიობა რაღაცა წარმოების საშუალებას, მან ცოტა უფრო ეფექტურ გუთანს გამოიგონებდა, ცოტა უფრო უკვე ეფექტურ რაღაცა საკვების საწარმოებლად ხერხებს გამოიყენენ, მაგალითად თქვათ გამოიყენებდა ხარს, ხდებოდა თქვათ გარკვეულწილად აწევა პროდუქტიულობის, მაგრამ ამ პროდუქტიულობის აწევა და ეკონომიკის ზრდა იწვევდა ერთ რაღაცას, მეტი ბავშვი გადარჩებოდა, მეტი პირი გაჩნდებოდა საჭმელი. შესაბამისად ის შთანთქავდა ყველაფერ ამას და ისევ ჩნდებოდა, ასე ვთქვათ, პრობლემა იმისი, რომ მოსახლეობა რაღაც დაიწევდა, მაგრამ მერე პირები, ასე ვთქვათ, მეტი მჭამელი ასწრებდა, ასე ვთქვათ, პროდუქტიულობის და წარმოების და ხდებოდა ისე. რა თქმა უნდა, ომები და რაღაცებიც აქცევდა. მაგრამ პარიტეტია, გარკვეულწილად და ესე გრძელდება მრავალი ხო, ბალანსია რა. და ამ ასე ვთქვათ, მოვლენას მალთუსმა თავის დროზე ინგლისელმა მეცნიერმა რობერტ მალთუსმა შეიმუშავა ეს და ასე ვთქვათ, ეს მახე აღმოაჩინა და მალთუსის მახე უწოდეს. და რა ხდებოდა, ესე იგი ვთქვათ, რეალურად ხდებოდა ეგ რა, წარმოვიდგინოთ ზამბარა, რომელსაც გაკაჩავ, მაგრამ ის ზამბარა უკან გეკაჩება, ხო? და რადგანაც ის ზამბარა მუდმივად უკან გეკაჩება, ისე ვთქვათ, ისე უბრუნდები პირველად წარმოების საშუალებებს და ისე უკან პირვანდელ წერტილში გაბრუნებს. შესაბამისად, აი ეს მახე იყო, რომ ვერ ასწრებდა მოსახლეობის ზრდა და წარმოების და ერთმანეთს მიყვებოდა. სადღაც 1780 წელს, ეს არის ესეთი ზღვარი, მოხდა განსხვავება. ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული გაქცევა. რატომ მოხდა ეს გაქცევა? იმიტომ რომ დაიწყო კაცობრიობამ გამოყენება სხვა ენერგიის. თუ ადრე ასე ვთქვათ, ხარი, ცხენი, ადამიანი თვითონ თუ გუთანში მუშაობდა და რაღაცას იყენებდა და პროდუქტიულობის გაზრდელად და ორ ხარს თუ გამოიყენებდა, ორ ხარს თავის საკვები უნდა. ანუ განსხვავებას დიდს არ გვაძლევდა. ეს 300 მილიონი წლიანი ხანახშირი მისმა ენერგიის გამოთავისუფლება მისცა საშუალება კაცობრიობას, რომ პროდუქტიულობა ძალიან სწრაფად გაეზარდა. ამიტომ ქვია ამას გაქცევა, რომ იმ მახეს გავეკეცით. ანუ ზამბარამ დასუსტდა, ოღონდ დასუსტდა შედარებით იმ ქვანახშირის გამოთავისუფლებულ ენერგიასთან. მოკლედ იწყება ინდუსტრიული რევოლუცია. იწყება ინდუსტრიული რევოლუცია, ხო? და ეს ინდუსტრიული რევოლუცია, ანუ ორთქლის მანქანამ ამან მოიტანა ზუსტად ის, რომ მერე მიყვა მას მოსახლეობის ზრდაც. მაგრამ ყველა საინტერესო რა მოხდა? მოხდა კიდევ ის, რომ ამ ეკონომიკურ ზრდას, წარმოების ზრდას
მოსახლეობის ზრდა ცოტა ჩამორჩა, ხო? ანუ მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაც მოხდა, თუ თქვათ აი მას 1000 წლის განმავლობაში საცხოვრებელი სტანდარტი პრაქტიკულად არ იცვლებოდა და თქვათ თუ 100000 წლის წინ ადამიანი რას ეჭამდა 1700 წელსაც დაახლოებით იგივე გქონდა თქვათ საარსებო მინიმუმი. მაგრამ აი საარსებო მინიმუმის მაგივრად გაჩნდა უფრო კეთილდღეობისკენ სვლა. და აი ზედმეტი პროდუქცია აი სახა იმაში რომ შეიძლება წარწარმოებას დავარქვა. გაჩნდა ახალი კითხვა, ხო, რაღაცა დონით, რომ საწავიდეს ეს ზედმეტი ეკონომიკური ზრდა და ხშირად ეს ეკონომიკური ზრდა პრინციპში საწავიდა, თავიდან დავარქვათ მოდი სიმდიდრეც, ხო? გარკვეულწილად. რა ხდება, როდესაც ამ ჭარბწარმოების ასე ვთქვათ და დაჩქარება მოხდა, მახე დაიშალა. ანუ გავეკეცით ერთ მახეს, მალთუსის მახეს და რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც იყო კაცობრიობის ისტორიაში, დასაწყისში ინდუსტრიული რევოლუციის ისტორიაში, მართალია ვთქვა ზოგიერთ წიგნებში შეიძლება ძალიან ლამაზად აღწერილია კაპიტალიზმის ისტორია, მაგრამ ასე არ იყო, ხო? ყველა ბევრმა ვინც ვიცით, ვთქვათ, ვიცით რომ 14 საათი მუშაობდნენ ადამიანები ძალიან ცუდ პირობებში, ხო? ფეიქარი თუ იყავი, არანაირი ვენტილაცია არ იყო, 14 საათი სიცივეში, სიცხეში მუშაობდი 6 დღე კვირაში. ანუ რაღაცა მოხდა მე. მაგრამ აი კაცობრიობის ისტორიაში სულ იყო ეს პრობლემა, რომ ეს ჭარბწარმოება და აი ამ ეკონომიკური ზრდა, რომელიც დაიწყო იმ ინდუსტრიული რევოლუციიდან და მე სულ უკეთესი, ასე ვთქვათ, პროდუქტიულობის და უკეთესი მეთოდების გამო ხდებოდა. ანუ იმატებს, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკა იზრდება, ამას მისდევს მოსახლეობის რაოდენობის ზრდაც, ჭამელი პირი იმატებს, მაგრამ ჭამელი პირი უკანასკნელად ვიდრე განსხვავებაც ასევე იმატებს. ვერასდროს ვერ მივხვდი იმისა, რომ ამის 10 მილიარდი გავხდებით მალე, ეს ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალია მის განსხვავება. ანუ ერთგვარი გეომეტრიული პროგრესია. ხო, რაც შეეხება მოდით ესე ვთქვათ, ხო, ანუ საკვე პროდუქტზე დამოკიდებულება ის რაც პირველ ეტაპზე იყო იმ 100000 წლის განმავლობაში, მოიხსნა. ანუ საკვების სიჭარბეა, რა თქმა უნდა, არ არის ალმასების სიჭარბე, არ არის თქვათ სიმდიდრის სიჭარბე შეიძლება ყველასთვის, მაგრამ საკვების პრობლემა მოიხსნა, ანუ შეზღუდვა, რომელსაც შეგვიძლია დავარქვა თქვათ სურსათის პრობლემა მოიხსნა. შესაბამისად, მოიხსნა ზრდის, ასე ვთქვათ, შემაფერხებელი შეზღუდვა. მაგრამ გაჩნდა ის მეორე მომენტი, რომ როგორ განაწილდეს ეს. ხო? და იყო თუ არა საერთოდ კაცობრიობის ისტორიაში პერიოდი, როდესაც შედარებით კარგად, ნორმალურად, თანასწორად ნაწილდებოდა, ხო, შედარებით თანასწორად ნაწილდებოდა. და მოდი ამას დავარქვათ ოქროს ხანა. და იყო, ხო. აი ზუსტად საინტერესო არის, რომ ასეთი იყო, ძალიან ცოტა ხანი, მაგრამ იყო. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ოქროს ხანას უძახიან, ბეიბი ბუმერების პერიოდი, ეს არის დაახლოებით 30 წელი კაცობრიობის ისტორიაში. ანუ ჩვენ ახლა ლაპარაკობთ უფრო იმ ისტორიაზე, რომელიც ჩვენ ვიცით. ანუ ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც აზიის, ჩინეთის, ინდოეთის შესახებ არ ვიცით. შესაბამისად ჩვენ ლაპარაკობთ ევროპული დასავლურ ცივილიზაციაზე და ჩვენც რისი ნაწილიც ჩვენც ვართ. ხო, ბეიბი ბუმერების ხანა შენ გულისხმობ მეორე მსოფლიო ომიდან, სადაც 30 წელიწადი. 30 წელიწადი. შესაბამისად, აი ამ 30 წლის განმავლობაში და თუ შევხედავთ ისე ვთქვათ ვიზუალს, ამ ვიზუალზე ჩანს, რომ წარმოება, პროდუქტიულობა და ხელფასი თითქმის პარალელურად იზრდებოდა. ანუ თუ ციფრებზე გვექნება ლაპარაკი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ ვიზუალზე ჩანს, რომ 97%-ით გაიზარდა, ვთქვათ, აი ამ 30 წლის განმავლობაში, ოქროს ხანის განმავლობაში პროდუქტიულობა, ვთქვათ, 45-დან 73 წლამდე. 91%-ით გაიზარდა საშუალო ხელფასი, ანუ თითქმის მთლიანად ზრდა აისახა ადამიანების, ასე ვთქვათ, კეთილდღეობას, საშუალო ადამიანის კეთილდღეობას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემი აზრით, ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ჩემი
ვარიანტია, ჩემი არგუმენტია, რომ ეს არ იყო მხოლოდ სიკეთის გამო. უნდათ ასეთი სურვილი ჰქონდათ. ეს იყო ის პერიოდი, როდესაც თქვათ 45 წელში საბჭოთა ბანაკი გაძლიერდა, დაიპყრო ნაწილი და საშიშროება დასავლურ ცივილიზაციას შეექმნა სტალინიზმიდან და შესაბამისად რევოლუციური განწყობები ძლიერი იყო, წარმატებული ინდუსტრიული რევოლუცია მიდიოდა საკმაოდ ძლიერი იყო საბჭოთა კავშირი და რევოლუციურმა შიშებმა, იმიტომ რომ თვითონ ბევრ ევროპულ ქვეყანაში იყო ეს საშიშროება და პარტიები, კომუნისტური პარტიები საკმაოდ ძლიერი იყო ამ პერიოდში და განწყობებიც შეუწყო ხელი იმას, რომ საბჭოთა კავშირი გახდა უნებლიე გარანტი იმ კეთილდღეობისა, რომელიც დასავლეთში. ანუ დასავლეთი შევიდა კონკურენციაში. დასავლეთი შევიდა იდეოლოგიურ კონკურენციაში. ხო, იმიტომ საბჭოთა იდეოლოგია ეფუძნება იმას, რომ ის გმობს კაპიტალიზმს, კერძო საკუთრებასაც პრინციპში და იძახის, რომ თელი პირად საკუთრება და არქვა იმ პატარას ხო. თელი მუშიკო, რაც აგენერირებს ქვეყანა, უნდა განაწილდეს თანაბრად. იქ აღარ არის მდიდარი, აღარ არის ღარიბი, თქო უნდა ეხლა ფაქტობრივად სხვანაირად იყო მდგომარეობა, მაგრამ გაცხადებული იყო ესე. და ეს კომუნისტური სენტიმენტები დასავლეთში ძლიერია, მართო ელიტებს ეს არ მოწონთ და იწყება ამის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის კონკურენციის, არა უბრალოდ ჩახშობი. ანუ კეთილდღეობის საზოგადოება დაბადა გასაბჭოების შიშმა და შიდა რევოლუციამ. ხო, ну, ყოველ შემთხვევაში, თქვათ, ჩემი ერთ-ერთი არგუმენტი ეს არის, ანუ, რატომ მე საერთოდ არ ვარ იდეალისტი იმ გაგებით, რომ გონია, რომ ადამიანს ანგელოზის ფრთები აქვს და ამიტომ შეიძლება გაუმჯობესდეს, ხო? ანუ ადამიანების პირველ რიგში უნდა ადამიანების ქმედებების უკან უნდა დავინახოთ მათი რაციონალურობა, ხო? და ეს რაციონალურობა იყო ის, რომ თუ არ გაანაწილებდნენ, იმდენად ძლიერი იყო საბჭოთა კავშირი, როგორც იდეოლოგიური მანქანა და როგორც წარმატებული მაგალითი გარკვეულწილად განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც რომელიც ჩუქდებოდა, ჩამოდიოდნენ, ყვებოდნენ და ეს არის პერიოდი, ხა ჩვენს შეიძლება ახსოვდეს გვიანდელი უკვე დეგრადირებული საბჭოთა კავშირი, მაგრამ იმ პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო მათთვის დასავლეთისთვისაც ეს მოდელი მთელი რიგი ელიტისთვის, ხო? ამიტომ ძალიან კარგი და რაციონალური გადაწყვეტილება და ნუ კეთილშობილურიც არის რა, მოდი კონკურენციაში შევიდეთ და ვაჩვენოთ, რომ ჩვენი ეკონომიკური მოდელი უკეთესია. ხო, ეს მოტივი არსებობს. დროში ეგრეც გამოჩნდა. ეს მოტივი არსებობდა. ანუ ის რომ ქონება იქ მეტნაკლებად თანაბრად ნაწილდებოდა, მარტო კაპიტალისტიან წარმოების ფლობელი კი არ ნახულობდა მოგებას, დასაქმებულიც ასევე ხეირობდა. ხო, არ ვიცი, წყაროს ვერ გეტყვი, ჩემი მოსაზრება ასეთია, ხო, შეიძლება სადმე დავიკითხე კიდევაც, მაგრამ ასე ვთქვათ, რაც როგორ გითხრა, გახსენებით ვარ მახსენდება, რომ ესეთი წყარო იყოს, მაგრამ აი, უბრალოდ რომ დავფიქრე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა კავშირის მამოტივირებელი ფაქტორი, ხო, განაწილებს. რატომ? კიდევ ერთი მომენტია. თუ იგივე ვთქვათ, აი ამ ოქროს ხანის დასასრულს დავაკვირდებით, როდის მოხდა ეს დასასრული? ხო? გამშვები ფაქტორი იყო პრინციპში კრიზისი 1973 წლის ეგრეთ წოდებული ნავთობის oil crisis რო იყო. და ამის შემდეგ ძალიან სწრაფად მოხდა გაყოფა, პლუს ეს ხო სხვა კრიზისებთანაც იყო, რომელზეც სხვა ეპიზოდებში ველაპარაკებ, დაკავშირებული oil კრიზისმა გამოიწვია ეგრეთ წოდებული ნავთობ დოლარზე გადასვლა, ბრეტონ ვუდსის სისტემის დაშლა და ასე შემდეგ. და რაც თავარია, რეიგანი, ტეტჩერი, ფრიდმანი, ეს ის პერიოდი, როდესაც ისინი გამოდიან ასპარეზს. ხო? ფართო ასპარეზზე და ეს იდეები პოპულარობას პოვებს. და ეს მემარჯვენე იდეები პოვებს, სოციალ-დემოკრატიის დაკნინება იწყება. რატომ? და ჩემი აზრით მხოლოდ იმის გამო კი არა, რომ ეს იდეები პოპულარული იყო და გახდებოდა ადვილად. არა, ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ის იყო, რომ დასავლეთი მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი უკვე კრიზისშია, აღარ წარმოადგენს იმ საშიშროებას, რომელიც იდეოლოგიურ განწყობებს და რევოლუციურ განწყობებს გადაიტანს მათ ქვეყნებში. შესაბამისად, უკვე აღარ ზრუნავდნენ ყველა ადამიანის სათაო კეთილდღეობაზე. შესაბამისად, საშუალება იყო, თქვათ, იგივე ტეტჩერი ცნობილია ყველას, ვისაც კარგად ახსოვს ტეტჩერი ინგლისში, თითქმის არც ერთ მშრომელს საშუალო კლასის ადამიანს კარგად არ ახსოვს, ხო? იმიტომ რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ზუსტად მშრომელებს, ხო? მეშახტებს, ანუ და ყველაზე საინტერესო ზუსტად ის იყო, რომ ამ დროს
ფაქტორი ერთ-ერთი ზუსტად იყო, რომ ორგანიზებული იყო ეს მუშათა მოძრაობა. ხო, პროფკავშირები იყო და რის წინააღმდეგ გამოვიდნენ, ხო? ეს რეიგანი, ფრიდმანი რას ძახის, რომ შეზღუდვების გამო არის ყველაფერი, რომ ჩვენ ვერ ვიზდებით უფრო სწრაფად. ადამიანებისთვის გასაგებია, ხო, რომ უფრო სწრაფად გავიზდებით, ავტომატურად გონიათ, რომ ის რაც უკან იყო, მანამდე ხდებოდა, ანუ ავტომატურად გაიზდება ჩვენი კეთილდღეობაც. მაგრამ ამაში ასე ვთქვათ, ეშმაკი დეტალებშია, ხო? მოხდა ის, რომ რეალურად თუ დავაკვირდებით, იმ შეზღუდვების გამო, სამი შეზღუდვის გამო ხდებოდა ეს ყველაფერი. ერთი შეზღუდვა, მნიშვნელოვანი შეზღუდვა იყო ის, რომ შეზღუდული ორგანიზებული იყო სამუშაო ძალა, მუშები ორგანიზებული იყო, პროფკავშირები ძლიერი იყო, შესაბამისად თუ არ გაანაწილებდა სწორად, ხო, მაშინ პროფკავშირებს შეეძლოთ საკმაოდ ძლიერი მექანიზმები ჰქონდათ გაფიცვები ასე შემდეგ კანონმდებლობაც. შემდეგ მეორე შეზღუდვა ეს იყო ვაჭრობა. ხო? ანუ პროტექციონისტული მექანიზმები მუშაობდა და ყველა თავისი განვითარებას აკეთებდა. შესაბამისად, იქ დიდი კაპიტალის და დიდი საერთაშორისო კომპანიები ვერ ახერხებდნენ, თქვათ, ადგილობრივი წარმოება დაცული იყო. დაცული იყო, ხო? ეს თავისუფალი ვაჭრობის, ასე ვთქვათ, მთლიანი მექანიზმის სრულად ჩართვამდე ხდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კაპიტალით შეზღუდული იყო, ხო? ანუ იმიტომ რომ რაღაცა წესები მუშაობდა და ბრეტონ-ვუდსის სისტემის და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში შეიქმნა მსოფლიო ბანკი, რომელიც წესებს აწესებდა, ვთქვა. და ამ წესებით გარკვეულწილად, რადგანაც კაპიტალი შეზღუდული იყო, აი ამ შეზღუდული კაპიტალის, რომელიც ზრდის საშუალებას არ აძლევდა, ვთქვა, ფანტასტიურის პლუს ორგანიზებული პროფკავშირები და მუშათა ძალა, რომელიც მათ ჰქონდა მუშათა კლასს, შრომელებს და პლუს, ასე ვთქვათ, ის რომ პროტექციონისტული დაცვები კარგი იყო. აი ამან მოახდინა ის, რომ ქვეყნებს შიგნით განსაკუთრებით დასავლეთში პლუს იმ საბჭოთა საფრთხემ რევოლუციურმა, რომ რევოლუციის, ასე ვთქვათ, იმპორტი მოხდებოდა, ექსპორტი მოხდებოდა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან, ვთქვათ, მათ ქვეყნებში, მოახდინა ის, რომ აი ეს განაწილება და ოქროს ხანა იყო. აი როგორც კი ასე ვთქვათ, ეს შეზღუდვები მოიხსნა და რატომ მოიხსნა? ფრიდმანი, რეიგანის და ტეტჩერის თავარი იდეა იყო, რომ ეს შეზღუდვები გვაჩერებს. რომელმაც პრინციპში თორემ ყველანი კიდევ უფრო გამომდიდრდებით. თორემ ეკონომიკური აი ზუსტად პირველი ეგ არ იყო, მაგრამ ანუ არცად არ იძახოდნენ, რომ ყველანი გამომდიდრდებით პირდაპირ, მაგრამ იძახოდნენ, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო მეტი იქნება. რეალურად აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. ანუ ეკონომიკური ზრდა შემდგომ აი მაგალითად აქ ჩანს. თუ იქნებ ეგრეა, მაგრამ ეს ეკონომიკური ზრდა ყველას არ შეეხო, თორე ეკონომიკა გაიზარდა. არა, გაიზარდა, მაგრამ რა ვთქვათ, თუ ჩვენ ლაპარაკობთ აი ამ მეორე ეტაპზე და ისევ თვალსაჩინოებაზე ჩანს, ხო? თუ იქ 30 წელიწადში გაიზარდა დაახლოებით 97%-ით, რასაც მიყვა კეთილდღეობის 91%-ით ზრდა. აქ იგივე 30 წელიწადში 73-დან 2000-იანი წლების დასაწყისამდე 74%-ით გაიზარდა. ანუ შეზღუდვების კი არ დააჩქარა ზრდა, მაგრამ აჩვენა თავარი რა არის? საშუალო ხელფასი და საშუალო ოჯახების შემოსავალი მხოლოდ 12%-ით გაიზარდა. შესაბამისად, დიქოტომია მოხდა, გაიყო. შესაბამისად, მოხდა პროდუქტიულობასა და ხელფასს შორის გათიშვა. ანუ ეკონომიკური ზრდა, ანუ შეზღუდვების მოხსნამ არ გამოიწვია განსაკუთრებულად გაორმაგება. დაახლოებით იგივე ზრდა შენარჩუნდა. მაგრამ მოხდა ვიღაცის ხარჯზე და ეს ვიღაცა აღმოჩნდა ჩვეულებრივი საშუალო ადამიანი. და აქ არ ლაპარაკობთ საქართველოზე, ხო? იმაზე ცალკე გადაცემა. ხო, ჩვენ ეგ არც ვიცით, ჩვენ ვიცით 80-იანი წლების ტელეკადრებიდან, ტეტჩერის და რეიგანის და ეს ასოცირდება დასავლეთთან როგორც თავისუფლებასთან და არა როგორც რაღაც ეკონომიკურ მოდელთან, სადაც დიდი ცოდნა საბჭოთა კავშირში არ არსებობს ამ დროს და ეს მე გვიანაც გამოჩნდა. ხო, ანუ მეც კი ვთქვათ, არ მახსოვს კარგად, ხო, მაგრამ თუმცა მახსოვს რაღაცა მომენტები, როდესაც ტეტჩერის წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, გამოსვლები იყო, ვთქვათ, ხო? რაღაც საბჭოთა კავშირი კარგად აშუქებდა ხოლმე, ხო? მაგრამ ჩვენ სრული ინფორმაცია არ ქონდა. დღეს ჩვენთვის ადვილია, იმიტომ რომ მონაცემები გვაქვს, მოძებნა შეიძლება. შესაბამისად, უფრო კარგად ვხედავთ იმ სურათს, რომელიც მოხდა აქ. ანუ რეალურად
როდესაც მოხდა გათიშვა, აი ამ გათიშვამ დასვა ის კითხვა, ხო, რომ კი გაიზარდა ეკონომიკა, მაგრამ განსხვავებით აი იმ ოქროს ხანიდან რა მოხდა? მოხდა ის, რომ ყველასთვის ერთნაირად არ გაიზარდა, ვიღაცისთვის მეტად გაიზარდა, ვიღაცისთვის ნაკლებად. და გაჩნდა მეორე მახი. ხო? რომელიც შეიძლება ავხსნათ ითი, რომ 50 წლის განმავლობაში, ასე ვთქვათ, იგივე ქვეყანაა, იგივე სიტუაციაა. თუ პირველ შემთხვევაში 97%-ით ზრდა პროდუქტიულობის აისახა 91% ზრდაში კეთილდღეობის, შემდგომ 30 წელიწადში 74%-იანი ზრდა მხოლოდ 12%-იანი ზრდაში აისახა. მაგრამ კიდევ ერთი მომენტია, რომელიც შეიძლება ჩვენ ავხსნათ აი მესამე თვალსაჩინოებაზე, რომელიც შეიძლება პიცის ანალოგია დავარქვათ, ხო? და სტატისტიკურად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, თქვათ, 7.5% მუშების ზრდაზე. სტატისტიკა ითვალისწინებს და ხშირად მოყავთ ხოლმე ანალოგია, ხო, რომ თუ ერთი ხორცს ჭამს და მეორე კომბოსტოს, ხო, ღარიბი კომბოსტოს და მდიდარი ხორცს საშუალოდ ორივე ტოლმას ჭამს, მაგრამ რეალურად ტოლმის ჭამელი შეიძლება არავინ არ იყოს, ხო? ქვეყანაში ანუ ვიღაცა მართლა არა საშუალო სტატისტიკური, რომელიც სტატისტიკა სხვანაირად არ შეუულია ხშირად ამ ყველაფრის გაყოფა, ხო, შესაბამისად უნდა გაასაშუალოს და აი ამ თვალსაჩინოებაზე თვალნათლივ ჩანს, რომ სტატისტიკოსის წარმოდგენით, რომელიც პრინციპში შეგვიძლია დავარქვათ, რომ ტექნიკურად სწორია, პიცა, რომელიც 10 კაცს ჰქონდა და რომელიც ითვალისწინებდა, რომ ეს პიცა თანაბარ ნაჭრებად არის დაყოფილი. ანუ რატო? იმიტომ რომ სტატისტიკოსი რომ მოვიდა, დათვალა პიცა, ნაჭრები, დათვალა ადამიანები. 10 ნაჭერი, 10 ადამიანი, ანუ ყველას თანაბრად დაუხო საშუალო. მაგრამ გაზდა როდესაც მოხდა ეს პიცაც, მან ჩათვალა რომ თანაბრად გაიზარდა. ანუ ყველას პიცას დაემატა 7.5%. მაგრამ რეალობაში, ხო, რეალობაში ტექნიკურად სწორი, ანუ განსხვავდება. ხო, რეალობაში ზუსტად ის რაც ჩვენ თქვით, და ამ მეორე ეტაპზე რომ გადავალთ, თქვათ, აი ამ თვალსაჩინოებაში კარგად ჩანს, მოხდა ის, რომ ოქროს ხანის შემთხვევაში თუ 90% მოსახლეობის იღებდა ამ ზრდის 70%-ს, დღეს 90% მხოლოდ 14%-ს იღებს ამ ზრდისას. და ლაპარაკი მარტივად რო თქვა, არის პიცის გადანაწილების პროპორციულობაზე. ანუ ამ ეკონომიკური ზრდის ძველი მოდელით პიცის გადანაწილების პროპორციულობა არის 90%-იანი სიზუსტე, ესე ვთქვა. და ეს არის დასავლეთის ქვეყნები, არ ვლაპარაკობთ საბჭოთა კავშირში, საბჭოთა კავშირი კიდევ უფრო მეტად. ზრდა ნიშნავს, რომ ვიღაცის წილი გაიზარდა. ზრდა ნიშნავს, რომ საერთო ეკონომიკა გაიზარდა, მაგრამ არასოდეს ეკონომიკაში გაიზარდა ვიღაცის წილი. ხო, რეალობაში ამას გვიჩვენებს, რომ ეკონომიკაში ვიღაცის წილი არაპროპორციულად გაიზარდა, ვიღაცის წილი, ვთქვათ, იმ პროპორციულად არა ძალიან მცირედით გაიზარდა. არა, კი არ შემცირდა ვიღაცის წილი. მაგრამ მე ამას სხვა პრობლემები მოყვება, ხო? იმიტომ რომ ის ვიღაცას ერთის გამდიდრება ფასებს და რაღაცებს სხვა მოქმედებას ახდენს, ამაზე კიდე ცალკე ეპიზოდში ვისაუბრებ და შესაბამისად შედარებით ადამიანების გაღარიბება ხდება. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რომ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 30% იყო 10% მოსახლეობის ზედაფენის შემოსავალი ზრდიდან და ზრდის 30%-ის ზრდის 30%-ს მიიღებდნენ ისინი, შესაბამისად 70% რჩებოდა იმ 90%-ს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ ქვედაფენა და მოსახლეობის ძირითადი ნაწილი. დღეს 10%-ს დაახლოებით 86% მიაქვს. ოღონდ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობის 1%-ს მიაქვს 38% ზრდიდან. და შესაბამისად, გამოდის რომ თქვათ ის 90% სხვასთან შედარებით, იმ ზედაფენასთან შედარებით გაღარიბდა. ანუ მათი შემოსავალი შეიძლება ფიზიკურ რაღაცა ფულის ერთეულებში გაიზარდოს. თუ ჩვენ ამას შევადარებთ იმ პროპორციებს, ზოგადადაც შენ რო აღწერებ, თქვათ 18 საუკუნის მიწურულამდე,
მაშინაც არსებობდა გარკვეული კლასები, ხო, საზოგადოებაში ფეოდალები, არისტოკრატია, უმაღლესი მონარქია და ბუნებრივია ძირითად მასასთან, ან გლეხობასთან, ლუმპენებთან შედარებით, მათი სიმდიდრე და დოვლათი იყო არაპროპორციულად სხვანაირი. ეს ხო არ არის პურის და არ ხდებოდა, ხო, და არ ხდებოდა, მაგრამ ანუ თანაფარდობა, შეფარდება მათი ფინანსური მდგომარეობის ქონებრივის იყო. მაგრამ არც 10% არ იყო, ძალიან ცოტა იყვნენ მაშინ. მაგრამ მე ეხლა ვაპარაკობ ასიმეტრიაზე. ასიმეტრია. შეიძლება ეს ასიმეტრია არის კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობა. გარკვეულწილად როცა ეს მარტო კაპიტალიზმის ბრალი არ არის. ეს ასიმეტრია ეს ადამიანურია. გავხდა გაუსაძლისი, მოხდა რევოლუცია. მე უკვე შენ აღწერე რომ რევოლუციის შიშმა დაბადა რომ მოდი ჯობია ყველაფრის დაკარგვას ჯობია რომ გადავიხადოთ, ანუ ელიტებმა გადაანაწილეს, მაგრამ ამ წუთას იქ ხო არ უბრუნდებით ჩვენ აი ამ ბუნებრივ ასიმეტრიულ მდგომარეობას, ჩვენ ხედავთ უკვე ლამის ტრილიონერებად ქცეულ ერთეულებს, კიდევ უფრო მეტ დიქტატურას. მაგრამ არსებობს თან კიდე ეგეთი შეხედულებაც მსმენია, რომ იცი რა, მთავარი არის რომ არის ზრდა. მთავარი არის რომ სიღარიბე მსოფლიოში განუხრელად მცირდება, ყოველი შემდეგი დღე არის უფრო დოვლათიანი და მოკლედ როგორც თავარი არა, ცხოვრება ხდება უფრო თავარი არა, მოდელი რომელიც დღეს მუშაობს, არის მხოლოდ ზრდაზე ორიენტირებული. რატომ? იმიტომ რომ რეალურად ყველაზე საინტერესო აქ მარტო ის კი არ არის როგორ ხდება გადანაწილება. პირველი რაც ორი მომენტი ხდება, ხო? ანუ კონცენტრირება სიმდიდრის ხდება ძალიან სწრაფად, ძალიან მცირე რაოდენობაში. ასეთი რაღაცები წარმოუდგენელი იყო ძველად. იმ დროში რაც არ უნდა ყოფილიყო, თქვა, დიქოტომია და ასიმეტრია, ასეთი არ იყო. ანუ კიდევ უფრო ძლიერდება ეს ასიმეტრია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ რა არის, რომ თანამედროვე ეკონომიკაში და მას შემდეგ რაც მოხდა ფინანსური რევოლუცია, ბრეტონ-ვუდსის სისტემა ჩამოიშალა, ფინანსიალიზაცია და დერივატივების როლი გაიზარდა, კრიპტოვალუტა, ანუ და აქციები და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი აქტივი აღარ არის, ხო? ანუ აქტივი შეიძლება იყოს აერ. ხო, შეიქმნა უკვე ფინანსური ინსტრუმენტები. ხო, ანუ შეიქმნა ბუშტი. ხო? და ეს ბუშტი რა არის? ანუ ჩვენი ეკონომიკა სულ უფრო და სულ მარტო საქართველოსი თქვათ არა, ხო? თითქმის ყველა ქვეყნის. დამოკიდებულია უკვე ამ ეკონომიკურ ზრდაზე, როგორც აუცილებელ ელემენტზე. იმიტომ რომ გააკვირდი რა ხდება, ვიღაცა დღეს მუშაობს ბანკის სესხით, აიღო ბანკის სესხი, გათვლა აქვს რომ მისი გაყიდვები გაიზრდება, შესაბამისად იღებს მეტ სესხს, მეტ ვალდებულებებს და თუ არ გაიზარდა, მისი ყველაფერი ჩამოიშალა. ხო? ანუ აი ეს პერიოდული კრიზისები რა პრობლემას ქმნის? ანუ რატომ მოხდა ის პრობლემა, რომელიც მოხდა თქვათ კოვიდის პერიოდში? ხო, ჩამოიშალა ლოგისტიკური ჯაჭვები, ჩამოიშალა გაყიდვები, ჩამოიშალა მთელი სისტემები. შესაბამისად ამან გამოიწვია კრახი. შესაბამისად პანდემიის დროს არა მარტო ლოგისტიკური ჯაჭვები გაწყდა, ეს გადაედო რიგ ინდუსტრიებს, ხო? ხო. არა, რეალურად ზუსტად მაგაშია საქმე, რომ ის მომავალი გაწყვიტა. ის მომავალზე ფიქრი გაწყვიტა, იმიტომ რომ უბრალოდ რასთან იყო დაკავშირებული, თუ შენ ლოგისტიკური ჯაჭვები დაგერღვა, თუ შენ არ შეგიძლია გაყიდვა, თუ შენ არ შეგიძლია რაღაცა მასალების მოწოდება, ეგ კიდე ცალკე პრობლემა, რომელსაც ერთ-ერთ ეპიზოდზე ვილაპარაკებთ. ამ, ასე ვთქვათ, ლოგისტიკურ ჯაჭვებზე მიბმამ რა გაუკეთა და საკუთარი წარმოების, ასე ვთქვათ, იაფი მუშახელის ძებნამ, ვთქვათ, რა გაუკეთა დასავლეთს და რატომ ცდილობს ტრამპი ამ იდეის გავრცელებას, ანუ რეინდუსტრიალიზაციას და რატოა პოპულარულია, მაგაზე ცალკე შეიძლება ვთქვათ, ვილაპარაკოთ. მაგრამ აქ მთელი არსი ზუსტად იმაში არის, რომ ჩვენი ბუშტი ზუსტად არის ის, თუ როგორ ფიქრობს ქუჩა, როგორ ფიქრობს, ასე ვთქვათ, გარე სამყარო ჩვენ მომავალ წარმატებაზე, ანუ აქციის პას თუ და ეს ფიქრი ხშირად არის ფინანსურ ინსტრუმენტებში ნათარგმნილი, იგივე ფიუჩერსებში, აი იყიდება ხვალინდელი მოლოდინი, შეიძლება გახდეს ფინანსური ინსტრუმენტი. რო შევაჯამოთ ეს ეპიზოდი, კიდევ ერთი მთავარი მნიშვნელოვანი კითხვა არის, როცა ეკონომიკის ზრდაზე ვლაპარაკობთ. სადამდე შეიძლება გაიზარდოს ეკონომიკა ამ მოდელში, რასაც შენი ძახი რო არის მთლიან ზრდაზე აგებული. ეს უსასრულო პროცესია. პრინციპში აი ეს ძალიან კარგი კითხვაა, რატომ? ანუ მიზანი გვაქვს, რამე სადამდეც მივდივართ, ანუ ერთი წერტილი, ასეთი არის.
ანუ თვითმუდმივობა არის ზრდის აუცილებელი, მაგრამ არის კიდე მეორე მომენტი. ესე მარტო კომუნიზმს ჰქონდა, იმას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. ანუ სოციალიზმი გადადიოდა კომუნიზმში, მაშინ, როდესაც უკვე სავალდებულოს რომ არ გჭირს, შენ მუშაობ იმდენს, რამდენიც შეგიძლია და იღებ იმდენს საკმარიც, რამდენიც გჭირდება. კი. ანუ სრული თვითკმარობა. პრაქტიკულად 64 დედამიწაზე ეს იყო რა. მაგრამ დააკვირდი, რა იყო პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ციფრი რა იყო. ხო, ანუ რასთან იყო მიბმული? სენტიმენტის გარდა რო 64 იქნებოდა. ხო არ იყო? ხო, საზომი რა იყო. საზომი რა იყო? კეთილდღეობის საზომი რა იყო? ანუ თუნდაც ოქროში გამოსახული. თუნდაც მარტივად თქვა, კომუნისტში ყველას მანქანა ეყოლებოდა და ყველას სამი ბინა ექნებოდა, მაგრამ უყურე რა იყო, რომ ყველას საჭიროების მიხედვით და ეს საჭიროება რა იყო? ხო? ყველასგან შესაძლებლობის მიხედვით მოითხოვდა შრომას, მაგრამ ყველას მისცემდა საჭიროების და საჭიროება პრობლემა რა არის ზუსტად, ხო, როგორ მუშაობს ეკონომიკა. ადამიანის სიხარბე, კაპიტალიზმის სიხარბეს ეყრდნობა, რომ მე მეტი მინდა, ხო? ჩემი კეთილდღეობის მანქანა ყავს, მე იწყო მანქანის მოდელი, მე მანქანის რაღაც უფრო ახალი მოდელი, მე ორი მანქანა, მე სამი, ხო, ანუ ხდება. ხო, მაშინ უნდა ყოფილიყო სტანდარტიზებული. სხვა შორის ლენინმა ცადა ეგ დასაწყისში, როცა საცხოვრებლის სტანდარტიზაცია გააკეთა, ნუ დაადგინა სტანდარტი 1 ადამიანი 10 კვადრატული მეტრი. ხო, აი მაგრამ ბულგაკოვის მოგვიანებით ეგრე აღარ იყო აღწერილი. ბულგაკოვის ძაღლის გულში ხო საბაჭის ერძეში კარგად არის აღწერილი, რომ ხო პროფესორს რო უმცირებენ, რომ ვიღაცები უნდა ჩაისახლოს, ხო? კვადრატურა ძალიან დიდი ვინა აქვს, ხო? ანუ გასაგებია, მაგრამ ესაც ხელოვნური იყო, ხო? მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი აი გაიხსენე როგორ ხდება ასე ვთქვათ. 1929 წელს რა მოხდა? როცა ბუშტი ძალიან გაიზარდა, ხო? ჩამოიშალა ყველაფერი. აი რო ჩამოიშალა. ხო ისევ დაიწყო ზრდა. ხო? ანუ მე 2008 წელს ხო ისევ ჩამოიშალა, 73-ში ხო ისევ ჩამოიშალა. მე ისევ ხო გაიზარდა. მე ისევ რომ მოდელი არ იცვლება. ფაქტიურად ჩამოიშლა რაღაცა პასივებსაც, ანუ ტოქსიკურ აქტივებს აკრობს, მაგრამ შემდეგ ხარბი ადამიანი ბჭყალებში ესე ვთქვათ, იწყებს იგივეს, მაგრამ ვის კისერზე ხდება ეს? ეს არ მოხდა. ეს არ მოხდა ტოპ მენეჯმენტის კისერზე და იბადება უსამართლო ჩვეულებრივი ადამიანების ხარჯზე. ხო, ანუ ეს არ ხდება მინორიტარული აქციონერების ხარჯზე ხდება. ხო, ანუ თუ დააკვირდები თითქმის ყველა კრიზისის წინ ბუშტის გაბერვას მოყვება ხოლმე ერთი უცნაური რაღაცა, რომელიც უკან კარგად ჩანს, მაგრამ მანამდე ნაკლებად. როდესაც ინსაიდერული ინფორმაციის უძველზე ადამიანები, აი სტოპ მენეჯერები იწყებენ ამ ტოქსიკური ბუშტისგან საკუთარი აქტივების გათავისუფლებას. ანუ იწყება მათი გაყიდვა. შესაბამისად ზარალს განიცდის ზუსტად ის მინორიტარი, რომლის საპენსიო ფონდიც არის ჩადებული შიგნით, ხო? 401k-ს რო ეძახიან, ხო? ანუ ის ადამიანი, ის ფონდები, რომლებიც აი ამ პატარ-პატარა აქციონერები, ვისაც არ აქვს ეს ინსაიდერული ინფორმაცია, ხო? თუმცა რეალურად აი ეს კომუნიზმი თუ კაცობრიობა იპოვის გამოსავალს გადანაწილების თვალსაზრისით, ეკონომიკური ზრდის უფრო სამართლიანად განაწილების თვალსაზრისით, ის რობოტიზაცია და ხელოვნური ინტელექტი წარმოებულობის, ანუ პროდუქტიულობის გაზდის ყველაზე კარგი, სწრაფი გაზდის ყველაზე კარგი საშუალებაა. ხო, შესაბამისად, ეს შეიძლება იყოს გზა უფრო მეტი წინააღმდეგობების გაჩენის და უფრო დიდი ქონებრივი და კეთილდღეობრივი დიქოტომიის, ან შეიძლება პირიქით, კაცობრიობის, ასე ვთქვათ, გაკეთილშობილების და პირიქით, ზოგადად ყველა ადამიანის კეთილდღეობის გაზდის საწინდარი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზრდა ისეთი რამ არის, რაც ვერ ჩანაცვლდება რა კაცობრიობაში, ანუ ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ ადამიანი ორიენტირებულია მეტ კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით დასავლური საზოგადოება და ამის რაღაც უკცევა ალბათ უკვე შეუძლებელია. არც ეკონომიკური მოდელი, არც მენტალური მოდელი უბრალოდ აღარ უშვებს, რომ შენ შეიძლება დაბრუნდე, თქვათ, უფრო ქვედა საფეხურზე, ანუ სულ მოითხოვს შენი მენტალური მოდელიც და თვითონ ეკონომიკაც, ხო? მოითხოვს იმას, რომ ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ მომავალში, ხო? რატომ? იმიტომ რომ იგივე რაც ვთქვით, ორთქლის მანქანა რა არის? 300 მილიონი წლის წინ შეიქმნა, ხო, ის ქვანახშირი. ურანი, რომელსაც ვთქვათ ატომურ ელექტროსადგურში
ხმარობთ, ხო? შეიძლება მარაგი რაღაცა მოცულობითია და ჯერ კიდევ დიდია, მაგრამ 4 მილიარდი წლის წინ შეიქმნა, ანუ პრაქტიკულად დედამიწასთან ერთად. ჩვენ ხარჯავთ იმას, რომელიც ვერ აღდგება ჩვენი არსებობის პერიოდში. შესაბამისად, სხვა ხაფანგში ვართ. მაგრამ ეს ზრდა კიდე სოციალურ დაპირისპირებას დის, ხო, ეს ასე ვთქვათ, ხო, მოკლედ ჩვენ ექსპლუატაციას უწევთ რესურსებს და ექსპლუატაციას ეს კაპიტალისტური და მოდელი მუდმივად დაზეა ორიენტირებული. რაღაც გარკვეული საზოგადოების რაღაც ნაწილს, თუმცა ეს ზრდა მაინც არსებობს და ანჩენ ჩვენ ზრდას ალბათ ჩვენს ყველა ეპიზოდში შევეხებით, ეს ისეთი მნიშვნელოვანი მდგენელია, როცა სხვა მექანიზმებსაც ავხსნით, ამით კი შეგვიძლია ეს ეპიზოდი დავასრულოთ. მადლობა.